500-კაციან სუფრაზე, სოფელ სადახლოში, ქართული ოცნების იმ ჩინოვნიკის ციხიდან გამოსვლა აღნიშნეს, ვინც 1 წლის წინ არჩევნების გაყალბების სიმბოლოდ იქცა. როვშან ისკანდაროვი, რომელმაც სადახლოს საარჩევნო უბანზე ფუჯა ბიულეტენები ჩაყარა, უკვე სახლშია. ახლა მისი გათავისუფლების სუფრაზე ეპისკოპოსიდან დაწყებული მუსლიმთა სამმართველოს შეიხით დასრულებული ყველა ერთად იჯდა. მუფთი ეთიბარ ემიროვი, მარნეულის ყოფილი მერი კენან ომაროვი და მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი. არჩევნების გაყალბების ბრალდებით დაკავებული ოცნების ჩინოვნიკის გათავისუფლების სუფრაზე სიტყვას ერთმანეთის მიყოლებით ამბობდნენ. მე თითოეული თქვენგანით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან როდესაც ციხეში ვიჯექი, ყველანი ჩემი ოჯახის გვერდით იყავით. მე არ ვიცი ასეთი ყურადღება რით დავიმსახურე. დღემდე ვიყავით თქვენი მსახური და ამის შემდეგაც თქვენს გვერდით მიგულეთ ყველა საქმეში. როვშან ისკანდაროვმა მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 69 საარჩევნო უბანზე არჩევნები დამკვირვებლების თვალწინ გააყალბა, რადგან ურნაში ბიულეტენების ჩაყრის კადრი უტყუარი მტკიცებულება იყო, რომელიც მედიაში რამდენიმე წუთშივე გავრცელდა. ამის შემდეგ ოცნებამ სკანდალი ვეღარ ჩაფარცხა და იძულებული იყო როვშან ისკანდაროვი დაეკავებინა. ძვირფასო სადახლოს მოსახლეობა, გილოცავთ ყველას როვშანის გათავისუფლებას. ჩვენი ძმა როვშანი თავისუფლებაზეა და ეს ძალიან სასიხარულო ფაქტია. როვშანი ცილის წამების მსხვერპლი იყო, მას ცილი დასწამეს. ასეთი სიტუაცია ყველას შეიძლება მოუვიდეს. როვშანმა მეგობრობის ფასი იცის და ის სულ მეგობრების გვერდითაა. ისკანდაროვმა ციხეში დუმილი აირჩია. არ დაუდია ხელი არავისთვის, ვინ მისცა ბრძანება, რომ არჩევნები გაეყალბებინა. დუმილის შედეგები კი საზეიმო სუფრაზე მოიმკო. მამა ჩემს ერთი კარგი გამონათქვა მიაქვს. ის ასე ამბობს, კაცური კაცი ციხეში შევა და გამოვა. ჩემი ბაბუაც ოსმანი 11 წლის განმავლობაში ციხეში იყო. როვშანს მთელი სოფელი პატივსცემს. ის ყოველთვის კარგ საქმეს აკეთებდა. ამ ვიდეო მასალაში არჩევნების გაყალბების ფაქტი ჩანს, თუმცა ეს ამბავი ამით არ დასრულებულა. დამკვირვებელი, ვინც ეს კადრები გადაიღო, ძალადობის მსხვერპლი გახდა. 36 წლის ირაკლი ჭუმბურიძეს კისრის არეში დაზიანებები მიაყენეს და უბნიდან გამოაგდეს. თუმცა გამოძიებამ ძალადობაზე თვალი დახუჭა. კენჭისყრა არის შეწყვეტილი. გამყალბებელს ბრალი ისეთი მუხლით წაუყენა, რაც მხოლოდ 1 წლით პატიმრობას ითვალისწინებდა. ერთ დროშად დამიკიდა მკლავში, ეს ერთი ადამიანი დამიკიდა, რომელიც საკმაოდ დიდი და მსხვილი იყო წინიდან, ასე ჩამოვლო ხელი, სავარაუდოდ ის იყო ის გამოცნაკაცრები მქონდა შემდეგ. ერთი ადამიანი ხელში დამიკიდა, ერთი კურტკა, 4-5 ადამიანი დამიკიდა ერთდროულად, იმიტომ რომ ფიზიკურად მანამდე ყარად ვიდექი, საკმაოდ ყარად და თავდაჯერებულად ვიყავი და 5 ადამიანი რომ დამიკიდა, უკვე ვფიქრობს ხა იქ ამათ წინააღმდეგობის გაწევას მერჩივნა, რომ გავსულიყავი. ხელზე მქონდა წითელი ნაკაწრები და კურტკა დაგლეჩილი არ იყო, მაგრამ გამხატეს რა, რაღაცა ცეპი მომწდა, სათვალე მომწვრა და რაღაცა. უბრალოდ მე ჩემი გამოცდილება დამეხმარა, ხელები ავწე და ვუთხარ, რომ მეთქი ჩემგან რა გინდათ, მე არაფერი დანაშაული არ ჩამიდენია. ირაკლი გვიყვება, რომ 69 საარჩევნო უბანთან დაპირისპირების შესახებ ადგილზე მისულ პოლიციელებსაც უამბო და შემდეგ ჩვენებაც მისცა. თუმცა ეს დეტალები საქმიდან გაქრა. გამათრიეს გარეთ, შემომეხუნა და მე ხელები ავწე, რომ მეთქი ჩემგან რა გინდათ და ამათ რომ მითხრეს, რომ შენი მივცემი, მე ვუთხარ, ჩემი ეთოს ავიღებ და რაღაცა, კი ბატონო და ამ დროს მოვიდა უცებ პოლიცია. არ ვიცი, ალბათ 2 წუთში. სავარაუდოდ გარეთ იყო უბანზე პოლიცია მობილიზებული იქ. იქვე ახლოს და რო დაინახეს ეს ჩოჩქოლი და ამბავი, ჩამოვიდა პოლიცია. თუმცა არაფერი არ გააკეთეს, ოქმეც არ შემოსებინეს. დაგველოდეო, ვიღაცას ელაპარაკებოდა პოლიციელი ტელეფონით. უბრალოდ მკითხეს რა მოხდა, მოუღები რა მოხდა, სულ ეგ იყო, ოქმე არ შეავსეს, ველოდებოდი, შემდეგ უთხარით, რომ ძალადობის მსხვერპლი იყავით? რა თქმა უნდა, უთხარი და ვაჩვენე კიდეც ნაკაწრები რომ ეთყობოდა ხელზე და რაღაც რომ კანკალები ხო დაინახეს თან ფიზიკურად გარეთ რომ მარტო ვიყავი და გარშემო ამდენი ადამიანი მეხოოდა.
შაბათის ეთერის ინფორმაციით, ქართული ოცნების არჩევნების გამყალბებელსა და პარტიას შორის გარიგება შედგა. ისკანდაროვს უთხრეს, რომ ერთი წელი ციხეში ჩუმად უნდა ყოფილიყო. თავისუფლებაზე გამოსული ის ქართული ოცნების სამსახურშია. ამ სოფელში პატივისცემა ჰაერში არ მოიპოვება. შენ ძალიან ბევრი სიკეთე გაქვს გაკეთებული. როუშანისნაირი კაცები ჭირდება ჩვენს სოფელს. ნეტა ყველა მისნაირი იყოს. მინდა რომ სადახლოში მცხოვრები ახალგაზრდები როუშანის გზის გამგრძელებლები იყვნენ. როუშანის გმირობა და თავგანწირვა ყველასთვის ცნობილია. მას იმდენი საგმირო საქმე აქვს ჩადენილი, ამაზე სასაუბროდ დრო არ მეყოფა. გილოცავ გათავისუფლებას. როუშანი ძლიერი კაცია, 365 დღე მოითმინა და დღეს ის ჩვენს გვერდითაა. არსებობს ვერსია, რომ ერთწლიანი პატიმრობის და დუმილის სანაცვლოდ არჩევნების გაყალბების ბრალდებით დაკავებულ კაცს დიდი ფულადი ჯილდო მისცეს. რადგან ამის შესახებ არაფორმალურ საუბრებში ყვებიან, ჩვენი მოვალეობაა მის ოჯახთან გადავამოწმოთ, რამდენი მიიღო სკანდალში გახვეულმა ჩინოვნიკმა ციხეში ჩუმად 1 წლის გატარების სანაცვლოდ. თქვენ ბატონი რავშანის ძმა ხართ, ხო, როგორც მახსოვს? ქართულმა ოცნებამ დუმილის სანაცვლოდ ფული გადაუხადა თქვენ ძმას? რა შეპირდნენ, ბიზნესებს შეპირდნენ? რატო არ ხვდება ბატონი რავშანი ახლა ჩვენ? რატო გვემალება? მეორე დღეა ბანკეტი აქვს, ხო მიზეიმა, მაგრამ ჩვენთან რატომ არ საუბრობს? ადამიანებს არაფრის გამოწყობით უშვებენ ციხეში და თქვენი ძმა ფალსიფიკაციის გამო 1 წელში გამოუშვეს. ნორმალურია? საბანკეტ кто платит? Какой банк? Вчерашний банкет. Я тебе что сказал? Я сказал, ничего не надо спрашивать, ничего не буду сказать. Спасибо за что пришел. Для него новую должность готовят. Грузинские мечты. არჩევნების გაყალბების ბრალდებით დაკავებული კაცის გათავისუფლება ჯერ დიდ ბანკეტზე აღნიშნეს. მეორე დღეს კი სახლში. საბადიო სტუმრებს შორის იყო ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი. ის გვიდასტურებს, რომ ბანკეტზე როვშან ისკანდაროვმა პირადად მოიწვია. სადახლოს მოსახლეობა შეიკრიბა და ეს იყო და მიმიწვიეს მე. მივედი ჩვენ თანამემამულეებთან, იქ აზერბაიჯანული მოსახლეობა ცხოვრობს, აქვთ ურთიერთობა, მეგობრობა ჩვენთან, მივედი დავლოცე ერთმანეთს მივესალმეთ და სულ ეს იყო. ვინ დაგპატიჟათ, ვინ მიგიწვიათ მეუფეო? როშანი ისკანდაროვი გახვალ ჩემი მეგობარი. გასაგებია. და ამ ქეიფის ხარჯები ვინ გადაიხადა? არ ვიცი ეს დეტალები არ ვიცი. როუშანი გამოვიდა საჯარო ახსრულების დაწესებულებიდან რამდენიმე დღის წინ და დუმილის სანაცვლოდ მართლა ფული გადაუხადეს ამ ადამიანს? არა, როგორ გეკადრებთ? გიორგი ჯამდელიანი ამბობს, რომ როვშან ისკანდაროვს არჩევნები არ გაუყალბებია და სასჯელი მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ პროცედურული დარღვევების გამო მოიხადა. როშანი არის ძალიან კეთილი ინდივიდი, კარგი პიროვნება არის, თავისი ქვეყნის ჩვენი ერის ძალიან მოყვარული და პატრიოტი პიროვნება. კი, ვიხილეთ კადრები, რომ აყალბებდა საგულდაგულოდ არჩევნებს, ძალიან კარგი პიროვნებაა, ნამდვილად უნდა დაგეთანხმოთ. არაფერს არ აყალბებდა, იქ იყო რაღაც პროცედურული დარღვევა. არ აყალბებდა როშენი არჩევნებს, აბა რატო გაასამართლეს მეუფეო? ერთი წელი რაზე მოიხადა სასწავლე? მე კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ. ქეიფის ხარჯები ქართულმა ოცნებამ გადაუხადა მეუფეო? არა. А кто платил за это? Батони Равшани или грузинская мечта? Не знаю. სადახლოს რესტორნის მფლობელები არ ამბობენ, ვინ გადარიცხა დიდი ქეიფის საფასური. თუმცა რესტორნის თანამშრომელი არ გამორიცხავს, რომ სუფრა ადგილობრივი ხელისუფლების ძღვენი ყოფილიყო. ფული გადაიხადეს, არ გადაიხადეს, აი ეგ საკითხი დეტალურად არ ვიცი. შეიძლება მთავრობიდან დაეხმარდნენ, ის ხომ იჯდა ციხეში 1 წელი. რა თქმა უნდა დაეხმარებოდნენ, მეც ამას გეუბნებით. ის ძალიან კარგი კაცია. კაცი, რომელიც საჩვენებლად იმავე ხელისუფლებამ დაიჭირა ვის სასარგებლოდაც არჩევნებს აყალბებდა, არაა გამორიცხული, რომ ისევ პოლიტიკაში დაბრუნდეს. ოფიციალურ თანამდებობაზე ვერ, თუმცა პარტიის რიგებში რომ ადგილი გარანტირებული აქვს, ამას ადგილზე ვერ მალავენ.
ძალიან კარგი პიროვნება. მას მთელი სოფლის მაცხოვრებლები დიდ პატივს სცემენ. მთელი საადახლოს პატრონია ის და ძალიან განვიცდიდით მის პატიმრობას. არაფრის გამოიხდიდა სასჯელს. Ani გიოცავთ გათავისუფლებას. დიდი მადლობა. თქვენი წანდებით ნათესავები? დიახ. გუშინ აქ სუფრებდეთ, ხო? აქ არა რესტორანში. რესტორანში. დღეს აქ. ბევრი ხალხი იყო? დიახ, დღეს ქალი იქნება ქალები. Jo, știi, răță tabrice jarmuși. Uzunaz angelis saman aftunan. როვშან ისკანდაროვის დეიდაშვილი ახლა დეტალურად უთარგმნის ციხიდან გამოსული კაცის დედას ჩვენი სადახლოში ყოფნის მიზეზს. ვიდრე როვშან ისკანდაროვთან შეხვედრას ვითხოვთ, ლატუნის სამოვარში ჩაიდუღდება. ეზოს კუთხეში კი ხაშლამას ხარშავენ. გვაინტერესებს, რა გეგმები აქვს პატიმრობიდან გათავისუფლებულ ყოფილ პოლიტიკოს და რა საფასურს გადაუხდის მას ქართული ოცნება დუმილის სანაცვლოდ. ეხლა რამე ახალი თანამდებობისთვის ამზადებენ, ხო, ბატონს? Რავშანს. არ ვიცი, ჩვენ არაფერი არ ვიცით. მე როგორც ვიცი, ახალი თანამდებობა უნდა შესთავაზოს. Dena onu çıkacak, dena hepsine danışmadan ben bilmiyorum, sen dena çık. ჩვენ არ ვიცით თვითონ იცის. ოჯახის წევრები არ საუბრობენ, რა შეთავაზება მიიღო როვშან ისკანდაროვმა ქართული ოცნებისგან დუმილის სანაცვლოდ. ჩვენ არც მასთან შეხვედრის შესაძლებლობას გვაძლევენ. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პატიმარი ახლა სახლშია, ის გვემარება. პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს? არ ვიცი. ეს პირადად გითხეთ და თვითონ გაგცემთ. ორი დღეა ბანკეტი აქვს და ვერაფრით ვერ უკავშირდებით სახლშია და არ გვესაუბრება. თორე სიამოვნებით გითხავდით. აი არჩევნების გაყალბებაზე ერთი წელი მიუსაჯეს სასჯელი ადამიანს. და ციხეში რო უშვებენ ადამიანებს, араприс გამო ეს адекватურია ეს სასჯელი თქვენთვის. Не знаете, это не наши дела, просто хорошие пары. Вы не знаете, правда или неправда. Вы ничего не знаете. Жизнь все бывает, без ошибка только Бог. Ошибка все бывает. Это хороший парень. Факти, უკვე სახეზე იყო, მტკიცებულებები იყო, ქართულ ოცნებას იქ უკვე სხვა გამოსავალი არ ქონდა, გარდა იმისა, რომ თავიანთი რეჟიმი გადაერჩინათ. ადგილობრივი ოპოზიციის აზრით, რავშან ისკანდაროვი არის ქართული ოცნების მმართველობის სიმბოლო. კაცი, რომელიც სისტემამ გამოიყენა და უტყუარი მტკიცებულებების არსებობის გამო, სამაგალითოდ დასაჯა. რადგან სხვა გამოსავალი არ ქონდათ. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის სქემაც ასე მუშაობს. ჯერ გამოიყენო, შემდეგ კი გაწირო თანაგუნდელი. ზოგადად ეს ყველა ქართული ოცნების ესე თავგანწირულად მებრძოლ მომხრეებისთვის ერთი კარგი გაკვეთილი უნდა იყოს, რომ პარტიის გამო, ბიძინა ივანიშვილის გამო ესე თავი არ უნდა გაწირონ. აი ბოლოს ესე აღმოჩნდებიან როგორც როვშან ისკანდაროვი, როგორც ღარიბაშვილი და როგორც სხვა ქართული ოცნების განწირული ესე თანამებრძოლები. ჯობია ზოგადად თავიანთ სამშობლოზე იფიქრონ, სახელმწიფოზე იფიქრონ, თავი სახელმწიფოზე სამშობლოზე გაწირონ და არა ბიძინა ივანიშვილს და მის ფულებზე. როვშან ისკანდაროვი ციხიდან მის თანამზრახველთან და ბიძაშვილთან ერთად გამოვიდა. მათ მიერ ჩადენილ ძალადობაზე ისინი პასუხისგებაში არ მიცემულან. ისკანდაროვი, რომელიც სადახლოში ამ დრომდე დიდი გავლენებით სარგებლობს, პოლიტიკის გარდა ბიზნესითაა დაკავებული. მის საკუთრებაშია შპს აგრ ისტანბული.